მიმდინარე წელს ქარის მედიცინასა და კანონების სამმართველო სერიოზულად მოემზადა განსაკუთრებით წვერის სამუშაოების ჩაატარა სქრაქალის მაგისტრალურ არხზე გაიწმინდა ოდნეთის ბოლო წერტილიდან ახალსოფლამდე ძირითადად წვერის სამუშაოები შესრულდა წავლის არხზე დავითის რუზე ლეთეთის მაგისტრალურ არხზე სერიოზულად მოემზადა და სერიოზულად არის მომზადებული სამმართველო მიმდინარე წელს ქარის მედიცინასა და კანონების სამმართველო სერიოზულად მოემზადა და შეასრულა წვერის სამუშაოები. განსაკუთრებით სერიოზულად გაიწმინდა და სერიოზულად მოემზადა სქრაქალის მაგისტრალურ არხზე. სქრაქალის მაგისტრალური არხი გაიწმინდა 15 კილომეტრის მანძილზე. 15 კილომეტრის მანძილზე თლიანად გაიწმინდა სქრაქალის არხი. თლიანად მაგისტრალი ემსახურება 3500 ჰექტარ ფართობს. სქრაქალი რეგულობს ბოლო წერტილი არის სოფელი სქრა. დღეს მდგომარეობით სოფელ სქრას წყალი მიეწოდება, პრობლემა არაფერი არ აქვს სქრაქალის მაგისტრალთან არხთან დაკავშირებით ნორმალური მდგომარეობა არის. სერიოზული სამუშაოები ჩატარდა წავლის მაგისტრალურ არხზე. მოსახლეობაში მთლიანად გაიწმინდა მაგისტრალურ არხზე, დღესდღეობით პრობლემა არ აქვს მაგისტრალზე. ასევე სერიოზული სამუშაოები ჩატარდა ლეთეთის მაგისტრალურ არხზე. შეკეთდა სათავე ნაგებობა და ნაწილობრივ გაიწმინდა მაგისტრალი. სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ ზედა როზე, რომელიც ემსახურება და ბოლო წერტილია ეს ძალიან გვიჭირს. ემსახურება სოფელ რუის, ძირითადად ჩვენი ბოლო წერტილია სოფელ რუისია და ძალიან ჭირს წლის მოყვანა. სოფელს აცილეთ და სოფელ საქაშითან თლიანად გაიწმინდა მაგისტრალი და ნაწილობრივ ხვენისამდე გაიწმინდა თლიანად მაგისტრალი. ასევე შეკეთდა სათავე ნაგებობა. მიმდინარე წელს 13 იანვრის მეუღლე ბრძანებულობით გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულობა ფასიან წყალსარევებასთან დაკავშირებით. გასუფალისწინებს ეს პირველი ეტაპი არის პრეზიდენტის ბრძანებულობა მელიორაციის დარგში ფასიან წყალსარევებაზე გადავედით და გათვალისწინებული არის პრეზიდენტის ბრძანებულობაში ცენტრალური მაგისტრალური არხები, სათავე ნაგებობები, დიუკერიები რჩება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. შიდა სამეურნეო ქსელი გადადის ადგილობრივ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, გამგეობის დაქვემდებარებაში იქნება შიდა სამეურნეო ქსელი. ცენტრალური მაგისტრალების მოვლა პატრონობას ახორციელებს ცენტრალური ბიუჯეტი. თუ აქ მინდა ხაზი გაუსვა და ხალხმა გაიგოს, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ცენტრალური მაგისტრალები ხაზი მინდა გაუსვა. დანარჩენი შიდა სამეურნეო ქსელი ახორციელებს ადგილობრივ გამგეობა და კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით კოოპერატივები განახორციელებენ მათ მოვლა პატრონობას. ძირითადად კოოპერატივი განახორციელებს მოვლა პატრონობას. როგორც ვიცით, ალბათ მთლიანად რაიონმა არ იცის, ჩვენთან უკვე შეიქმნა ჩამოყალიბების სტადიაში არის 2 კოოპერატივი ალიბდება და სულ მალე ერთ კვირაში რეგისტრაციას გაივლიან. ესენი არიან კოოპერატივი არის ასეთი სახელწოდებით ოაზისი და მეორე კოოპერატივი არის იმედი არსდება ქარელის ზონაში, მომსახურებას გაუწევს ხვედურეთს, თითომხარელს, კეხიჯვარს და მიმდებარე ტერიტორიებს. მეორე კოოპერატივი, რომელიც ალიბდება რუისში, მომსახურებას გაუწევს რუის,
და მის მომსახურებაში იქნება 1100 ჰექტარი. 350 ჰექტარი იქნება ეს მეორე კოოპერატივი, რომელიც ყალიბდება სკრაქხანაზე ყალიბდება 350 ჰექტარ ფართობს მომსახურებიან და რაც შეიძლება კიდევ გაიზარდოს მომავალში. მე ვისაუბრე ძირითადად კოოპერატივის შექმნასთან დაკავშირებით. კოოპერატივები როგორც ჩამოყალიბების სტადიაშია უკვე გიამბეთ და მე მინდა ყურადღება გამოვახვილო, რომელ სოფლებშიც კოოპერატივები არ ჩამოყალიბდებიან, წყალი პირველ რიგში მიეწოდებათ კოოპერატივებს. წყალი პირველ რიგში კოოპერატივებს მიეწოდებათ. დანარჩენში შემდგომ ფასიან წყალსარგებლობასთან დაკავშირებით მინდა ერთი-ორი უსეთმა მოგახსენოთ. 1 კილომეტრი წყალი ეღირება 0.004 კაპიკი. ესე იგი 1 ჰექტარ ფართობზე 1000 კილომეტრი წყალი არის გათვალისწინებული, 4 ლარი ჯდება. მე მინდა ხაზი გამოსვა კიდევ. ეს სახელმწიფო გადასახადი და კოოპერატივები რას დაადებენ თავამფას, უკვე ეს სხვა ამბავი არის, გათვალისწინებული გვაქვს მიახლოებით ისეთ ჯერ არ არის დადგენილი სადღაც 20-დან 21 ლარამდე და ამ 18-19 არის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული. მოსახლეობას ვთქვი, თუ რაღაც პრობლემები და რაღაც ამ კოოპერატივებთან შექმნასთან დაკავშირებით ექნებათ რაიმე პრობლემები და რაიმე გაუგებრობები, ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ ფედერაციის სამმართველოს და ყოველხრივ დახმარებას აღმოუჩენთ კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით. Alles чингит,